სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამჯერად უკვე ფინანსთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ, სადაც გამართეს ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართები და ასევე განცხადებაც დატოვეს უწყებაში, რომლითაც სადაც თავმოყრილია სინდისის პატიმრების საქმეები და რომლითაც როგორც ისინი ამბობენ, დასტურდება, რომ მათი შვილები და მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. რაც შეეხება აქციის ამ ფორმას, როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ადამიანებს სრულიად ახალ და განსხვავებულ რეპრესიულ ქმედებებს და კანონებს უპირისპირებენ, მაშინ ისინი უპასუხებენ უკვე განსხვავებული აქციის ფორმებითაც და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ეს კამპანია წამოეწყოთ, რომლითაც ისინი მივლენ ყველა საჯარო უწყებასთან, სადაც სიტყვით მიმართვებს გამართავენ საჯარო მოხელეებისთვის, მოუწოდებენ მათ ქმედებებისკენ, მოქმედებისკენ და ასევე შეახსენებენ მათ საჯარო მოხელის ფიცს. აფიციც დადებული იმ ფიცის კარნახით გადმოიხედონ, გადართონ ტელევიზიას ხო არხებზე, გაიგონონ სახი აზრი და ჯერ ჩვენ ვიმსგევართ პატიმრები მშობლები, გამწარებული დედების ნათქვამი, გულთან მიიტანონ დების, ცოლების, მამების, რომ ასეთ დღეში რო ვართ, ყველას კარებთან მოვლიან, ყველას მიადგებიან, სანამ გვიანი არ არის, ყველა დაგვიდგეს გვერდით, რომ ამ სიდუხჭირისგან განთავისუფლდეთ სულ. არავინ არ არის დაცული და ჩვენ გვინდა რომ გაიგონოთ ჩვენი ხმა, დადგეთ სიმართლის მხარეს, ვიბრძოლოთ ერთად, როცა აღარ იქნებიან საჭირო და როცა ჩათვლიან რომ აღარ ჭირდებათ, რეჟიმი არავის არ დაინდობს. ველასთან მივა ეს უსამართლობა, რა უსამართლობაც ახლა ხდება. ამდენ ახალგაზრდების დაჭერა, ნიღბებისა და ქუჩაში გამოსვლის გულისთვის. ეს ძალიან დიდი უკანონობა და ამის წინაშე უნდა აიმაღლოს ხმა ყველა საჯარო მოხელე. პროტესტის მონაწილეები ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროსთანაც იმყოფებოდნენ, სწორედ იუსტიციის სამინისტროდან დაიწყეს მათ ეს საპროტესტო კამპანია, შემდგომ უკვე ფინანსთა სამინისტროსთან გადმოინაცვლეს და როგორც გითხარით, მიმართეს საჯარო მოხელეებს, მათ გამოღვიძებისკენ მოუწოდეს და ამის შემდგომ სხვა დღეებშიც ეს ადამიანები გააგრძელებენ პროტესტის ამ ფორმას და უკვე სხვა საჯარო უწყებებთან მივლენ.